სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ოდეშ მოვიხდი რომ შეუძლოთ ვარ და ცოტა ხმა ესეთი. ძმანო და დანო. აი მივადექით მარხვის კარიბჭეს, დიდი მარხვის კარიბჭეს და ეკლესია დღეს იხსენებს ადამისა და ევას 64-დან განდევნას. დღევანდელ სახარებაში კი ჩვენ წავიკითხეთ დღევანდელი სახარების შინაარსი იყო ურთიერთმიტევება და უპოვარება. აი მარხვის წინ სწორედ აი ესეთი სულიერი შეგონებაა ძმანო და დანო. რატო იხსენებს ეკლესია ადამის 64-დან განდევნას? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ კარგად შეგვაგონოს რომ ეს ქვეყანა ძმანო და დანო არ არის 64-ის ადგილი. ჩვენ ესეთი განწყობით ვართ ხოლმე, გვინდა რომ იყოს 64-ის ადგილი, მაგრამ ჩვენ სირბლივ ხედავ ყველაფერი ადასტურებს ამას. ყოველი წუთი, ყოველი დღე რომ არ არის ეს 64-ის ადგილი. ჩვენ ხედავ ჩვენს ირგვლივ რა ხდება. რამდენი ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად იგუბება, რამდენი ადამიანი ავადდება, რამდენი ადამიანი უბედურდება. მთელი ისტორია კაცობრიობის ეს არის ერთი დიდი სისხლიანი ბრძოლა, სისხლიანი დაპირისპირება. ჯერ კიდევ სულ დასაწყისში კაენმა მოკლა თავისი ძმა აბელი. ასე დაიწყო კაცობრიობის ისტორია. და ჩვენ ხედავთ რომ ყოველ წამს ჩასაფრებულია სიკვდილი. სულნათი რუსთაველი ამბობს ცდების და ცდების წამისად ვინ არ მოელის სიკვდილს. შეიძლება არასწორად თქვი, მაგრამ შინა აზრი მოგაწოდეთ. ვინ არ მოელის წამისად. ესე იგი, ერთი წამი ყოფილა ეს ცხოვრება, ერთი წამი. და შენ ადამიანო ამ ერთი წამის გამო კარგავ მარადიულობას. აი ეკლესია ზუსტად შეგვაგონებს, რომ ჩვენ რომ პირველი რაც უნდა ვიფიქროთ, ეს არის ჩვენი სულის ცხოვრება. პირველი და დანარჩენი შემდეგ. მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ეს ქვეყანა ლამაზი და მშვენიერი, ამის შესახებად ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. და სწორედ აი ეს მინდა ვთქვა, რომ 64-ია ეს ქვეყანა იმ ზომით, რა ზომითაც ჩვენ ღვთის მადლს მოვიპოვებთ ძმანო და დანო. საერთოდ ყველაფერს ღვთის მადლი ამშვენიერებს, ალამაზებს ძმანო და დანო. ეს რომ არ იყოს, ადამიანი გაუბედურდება. არის ესეთი გადმოცემა, არის ესეთი წინასწარმეტყველება ძველი მამების, რომ რაც უფრო დრო გავა, მით უფრო კაცობრიობა ეს დიდი მასშტაბით, მით უფრო უზნეო გახდება კაცობრიობა და მით უფრო აღიღება დედამიწაზე ღვთის მადლი. ამიტომ არის რომ ეხლა ჩვენ ვხედავთ ამ საყოველთაო უზნეობას მთელ მსოფლიოში და ამიტომ არის რომ ჩვენ ვგრძნობთ ამას, რომ არ არის ისეთი სიხარული, აღარ არის. აი რაც იყო 20 წლის უკან, 30 წლის უკან, კიდევ უფრო ხანში შესული ხალხი კიდევ უფრო დამიდასტურებს, რომ რაღაც უფრო კარგი იყო თითქოს ის დრო. რა დრო იყო ის კომუნისტების დრო იყო, როგორ იყო კარგი, მაგრამ ღვთისმადლი მეტი იყო, უფრო მეტი სიყვარული იყო ადამიანებს შორის. კომუნისტების დრო იყო, მაგრამ საოცარი იყო ძმანო და დანო გვახსოვს ალბათ ჩვენ, რომ იყო ურთიერთმიმოსვლა, იყო უფრო მეტი სიყვარული, იყო უფრო მეტი პატივისცემა. თუ გახსოვთ ესეთი ჩვევა იყო, რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. მოხუცები ქუდს მოიხდიდნენ და ესე ესალმებოდნენ ერთმანეთს, როგორც თავდაბლობის ნიშნად, რა კაი ჩვენ აღარა ეს გაქრა, ეს ეხლა რომ ვინმე გააკეთოს, მოკდება ხალხის სიცივით. ესე იგი, ქრება ის ლამაზი ჩვევები, მიდის სიყვარული ადამიანი და ღვთისმადლიც გადის ნელ-ნელა და ამიტომ არის სიხარული არ არის უცნაური ამ ფეხბურთის გამარჯვებაც კი უფრო დიდი სიხარული იყო. ეხლა არ არის არაფერი. სპორტული გამარჯვებაც აღარ ანიჭებს ადამიანს სიხარულს. იცით რატო? ყველაფერი ძმანო და დანო.
ყველაფერი რაშიც კი სიხარულია, იმიტომ რომ ღვთისმადლია, დაშვებული და იმიტომ ადამიანი გზობს სიხარულს. რატომ არის? რომ ზოგიერთი გამდიდრდება, მაგრამ ღვთისმადლი ვარა, უბედურად ცარიელად გზნობს თავს. აი ამიტომ ღვთისმადლი ვარ. ამიტომ ძმანო და დანო, ზუსტად ჩვენი თავარი მიზანი ეს არის მოპოვება ღვთისმადლის. ეს თუ დაიკარგა, მაშინ იკარგება ყველაფერი. ამიტომ ჩვენ შვილებს, ჩვენ ახლობლებს ეს უნდა ვასწავლოთ, რომ ღვთისმადლი მოვიპოვოთ. თორე ეს ქვეყანა არის მაშინ უბედურება და ჯოჯოხეთი. ძმანო და დანო, ჩვენ ვიხსენიებთ ადამის გამოდევნას და რაც ჩვენ დღეს წავიკითხეთ სისკარში, გუშინ უფრო სწორად დღევანდელი დღის საკითხავი, ნახეთ ერთი ადგილი. გამოდევნა უფალმა, გამოაწევა სრულიად სამართლიანად ადამი 60-დან, აი ეს მომენტი, ესე იწყება კაცობრიობის ისტორია. დააჯდა ადამიო, ნახეთ რა კაი საკითხავია. და ესე იგი დაჯდა ადამი 60-ის წინ და დაიწყო ტირი, ესე იგი სინანული. დაიწყო სინანული და აი დაჯდა ადამ წინაშე 60-ესა მას საშვებელისასა და სიშიშვლესა თვისა ტიროდა. სისიშვლეში იგულისხმება აი ეს ყველაფერი ესე გაუბედურდა, რუსთაველს აქ ესე ოდეს ტურფა გაიაფთეს, არ ღაღირდეს არცა ჩირა და გაჩირდა. ესე იგი ადამი რა იყო და დაჯდა 60-ის წინ და დაიწყო ტირილი, გოდებდა და იტყოდა ვაიმე ბოროტითა დავეცი საშვებელისასა, დიდებულისასა გამოვარდი, ვაიმე რომელ მეფედ ყოვლისა ქვეყანისა დამბადა უფალმა და ყოვლისა უგლა ხაკეს ვიპოვე და ბოლოს უფალო შემიწყა. აი ესე იწყება კაცობრიობის ისტორია. და ძმანო და დანო, ჩვენ ვხედავთ ადამიდან დაწყებული, აი რა ტრაგიკული იყო ადამიანი. ეს ჩვენი პირველი მამა იყო. ეს იყო ყველაზე ბრძენთაგან, ასე ვთქვათ, პროფესორი, ყველაზე დიდი პროფესორი. აი ტირის ადამი, სინანულში ადამი. იმიტომ რომ იცის სხვა არაფერი ტრაგედია არ აქვს ადამიანს. გარდა ცოდვისა, გარდა აი ამ დამძიმებული ცოდვისა და ტირის. მოვიდა მაცხოვარი და პირველად თქვა შეინანეთ მოახლოებულ არ სასუფეველსად. მას არ უთქვია სხვა რამე პრობლემა. აი ეს პირველი პრობლემა, რაც თქვა ასევე მოციქულებმა შეინანეთ მოახლოებულ არ სასუფეველსად და ეკლესიაც მართვის წინ შეგვაგონებს შეინანეთ მოახლოებულ არ სასუფეველსად. ძმანო და დანო, ერთხელ ერთმა იმპერატორმა თავის ქვეყნის დათვალიერება მოინდომა საქმიანი და ბევრი იარა, ბევრი ქალაქი მოიარა, ბევრი სოფელი მოიარა, დაბადა. ერთხელ მიდიოდა, ესე იგი, ესეთ უდაბურ ადგილზე და იპოვა კელია, ბერის კელი. არისო ვინმე შიგნითო. გამოვიდა ბერი, მიესალმა და იმპერატორმა თავის ამალას უთხრა, რომ მეო მინდა ამ ბერს ველაპარაკო მარტო და მე და ბერი შევალთ კელიაში. შევიდნენ და ბერმა გაუმასპინძდა იმპერატორს, წარმოიდგინეთ, მას არაფერი არ ჰქონდა, ცხელი წყალი აიღო, მარილი ჩაყარა და ჰქონდა ორცხობილი, ესე იგი პური ჰქონდა გამომშრალი, ჩაფშნა ამ თებში, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად სუპივით გამოვიდა, დაილოცეს და ჭამეს. ამ დროს როგორც კი დაიწყო იმპერატორმა ჭამა, მან უთხრა, ხა იმპერატორს არ მოერიდებოდა და არ ეტყოდა ხო რაღაც კათინაურით და იმით რა ქვია ფარისევლურად. უთხრა ალალა, ბერო რა არის ესო? რა გემრიელიაო? ესეთი საჭმელი მეო
ჩემს საიმპერატორო სასადილოში არასდროს არ გამისინჯი ესეთი გემრიელი. ფერმა უთხრა მე ყველაფერ ყოველ ქმედებას იესოს ლოცვით ვაკეთებო, მათ შორის პურის გამოშრობასო და ღვთის მადლი აგემრიელებს საჭმელსაც და მთელ ჩვენს ცხოვრებას. აი ეს არის მთავარი ძმანო და ჩვენი დღევანდელი სახარების ბოლოს დასაწყისში ესე იგი ჯერ უფალი გვეუბნება როგორც მიუტევებთ თქვენ შეწოდებას თქვენ და ვინც თქვენ შეგწოდათ აი ისე მიგიტევებთ უფალი. ესე იგი რა საოცარია ჩვენ ხო ვთხოვთ უფალს რომ მოგვიტევოს ხო ესაა ჩვენი მიზანი ხო რომ ეს წოდები და უფალი ნახე როგორ ამბობს თუ შენ მიუტევებ შენს შემწოდეს აი მაშინ გეპატია. ეს მანო და დანო ერთის მხრივ თითქოს ძნელია ზოგიერთი ამბობს აი როგორ მიუტევო ამას და ამას როგორ მიუტევო მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი მოყავთ მამებს რომ რა ადვილია ეს სინამდვილეში და რა უგუნურება არ მიტევება. აი წარმოვიდგინოთ პატიმარი დღეს რა ხდება ხო რამდენია საპატიმროში ყველაფერს აკეთებს ოჯახი საპატიმროში ახლობელი არ დატოვოს ასეთი შემთხვევებიც არის რომ სახლს ყიდიან წარმოიდგინეთ უკანასკნელ სახლს ჩებიან მათხოვრად ოღონ გამოვიდეს პატიმარი საპატიმროდ და ახლა შენ წარმოიდგინე რომ ციხის უფროსმა რომ დაუძახოს პატიმრებს და უთხრას ხო რამდენ ფულს იხდია სახლს ყიდიან აბა გეუნებით ახლა თქვენ რომ ეუნება პატიმრებს თუ თქვენ აპატიებთ თუ თქვენ აპატიებთ იმ ხალხს ვინც თქვენ გაგანაწყენა მაშინ გიშვებთ ყველას ციხიდან როგორ ფიქრობთ რა სიტყვის ეს ხალხი რა თქმა უნდა ყველა იტყვის პატიებთ დიდი სიხარული დეთ სიტყვა უნდა პატიებთ და გამოდიხარ და რა უგუნური უნდა იყოს ის ძმანო და დანო რომელმაც თქვა არ პატი რომელიც იტყვის არ პატია რა უგუნური უპირველეს ყოვლისა თავისთვის უგუნური და თავისთვის თავის უბედური ასევია ძმანო და დანო ჩვენ მართალია ზოგჯერ დიდია წყენინება მართალია ზოგჯერ ძალიან უმადური ადამიანი ზოგჯერ მას ვისაც ყველაზე მეტ პატივცემს ის უმადურობს ის ღალატობს მაგრამ კიდევ ვიმეორებ ჩვენ უფალი გვეუბნება ღვთის სასუფეველი დაგეკეტება ციხე რა არის და გარეთ გამოსვლა ამასთან შედარებით ღვთის სასუფეველი დაგეკეტება თუ შენ არ აპატიებ მაშინ ჩვენ ციხის უფროსის არ იყოს და პატიმრების არ იყოს რა თქმა უნდა ვიტყვით რომ პატიებ უფალი ერთი სიტყვა უნდა მაქვს პატიებ და ნამდვილად მანო და დანო ჩვენ უნდა ერთმანეთს ვაპატიოთ დღეს შენდობის კვირა შენდობის დღე არის ურთიერთპატიების დღე არის რა თქმა უნდა ესეც უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ მანო და დანო ღვთაებრივი ოქროპირი ამბობს რომ ეს პირად ცოდვებს ეკუთვნის მაგრამ ოქროპირი ამბობს რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ რაღაც უგუნურად გაუაზრებლად ვიმოქმედოთ მაგალითად არის ხო ადამიანები რომლებიც ესე იგი დაქვემდებარებაში ყავთ უამრავი ხალხი არის თქვა საწარმოს უფროსები დირექტორები განყოფილების უფროსები სხვადასხვა დარგში იქ საექიმო თუ სხვა რა თქმა უნდა ეს არ გულისხმობს იმას ეს პატიება არ გულისხმობს იმას რომ ჩვენ ყველაფრის უფლება მივცეთ სხვებს თქვა იქ შენი ქვეშევდომია ღვთაებრივი ოქროპირი ამბობს ის ბატონი რომელიც თავის მონებს მიცემს ყველაფრის საშუალებას რომ რაც გინდათ გააკეთეთ ის ბატონი აშალებს იმიტომ რომ ის მონები ადგებიან და სახში კადნიერად შემოვლენო ამბობს ოქროპირი იქ ბავშვებს სულს ასწავლიან და აირევა ყველაფერი რა თქმა უნდა ეს ამას არ გულისხმობს ბატონმა უნდა ამბობს ოქროპირი ბატონი უნდა
ქვეშევრდომებს და წესრიგიც უნდა კონდეს თავის სამსახურში. აუცილებლად დიდი წესი, მაგრამ ბატონი ასევე უნდა იყოს დიდი მოწყალე ძმანოდან თავის ქვეშევრდომებისთვის. წესრიგიც უნდა კონდეს და დიდი მოწყალეც უნდა იყოს. აი აქ უნდა გამოიხატოს ეს პატიება. ასე რომ ძმანოდანო ერთმანეთს ვაპატიოთ, მე პირადად აი ერთი წელი გავიდა, რაც ჩვენ პატიება ესე საერთო ვითხოვეთ. ამ ერთ წელიწადში ალბათ კი არა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დავაშავე თქვენს წინაშე, ძალიან ბევრი, მაგრამ მე ასევე ვხედავ თქვენს გაგებას, რომ თქვენ გესმით რა რთულია უდლის ცხოვრება, იქ ამდენი ხალხია, მღვდელი ერთია, ზოგჯერ გეკითხება ერთი გინდა რომ ესე იგი ამას ყურადღება მიეღწევ, უცებ მეორე გეკითხება, მესამე ყველი იქ დაინახავ კიდე ერთ ადამიანს, რომელსაც უნდა მიაქცეო ყურადღება და ესე ასად ვერ გაიჭრები. ზოგჯერ ერთს ვერ მიაქცევ ყურადღებას, მეორეს მიაქცევ, ზოგჯერ პირიქით ხდება და ასე შემდეგ. ზოგჯერ ვიღაც ნაწყენია, მაგრამ თქვენ ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ღმერთ ჩვენ ეკლესიაში მღვდლისთვის კი არ მოვდივართ, ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ ქრისტესთვის, ღმერთისთვის და ღმერთი იყურება. თუ ადამიანი ეკლესიაში ან თქვა დაიჩაგრება, ეს მე ვცდილობ ყოველთვის რომ რა თქმა უნდა არავინ არ დავჩაგრო და ყველასთან ყურადღებით ვიყო, მაგრამ ნებით თუ უნებლიეთ რაღაცა ეწყინება ადამიანს, იმ ნაწყენმა უნდა თქვას დიდება უფალს, მადლობა ღმერთო ყველაფრისთვის, როგორც მეზვერე, კი არ უნდა ჩათვალოს და თქვას, რომ აი მე როგორ ესე იგი რომ არ მომაქცია ყურადღება, ესეც არის ხოლმე ხდება ხშირად, რომ მოძღვარმა ყურადღება არ მომაქციაო და მიდის ეკლესიიდან. ეს არ შეიძლება. ესე იგი ეს გამოდის რომ მოძღვრისთვის მოდიხარ შენ ეკლესიაში, შენ მოდიხარ ქრისტესთვის, შენ მოდიხარ ღვთისთვის და იქ ქრისტემ დაადგინა მოძღვარი, ამიტომ შეგჭირდება მოძღვარი. მოდიხარ, ამიტომ შენ პირიქით თამდაბლურად უნდა მოიქცე და ღმერთი ხო ხედავს ყველაფერს და აღგამაღლებს უფალი და მოგმადლებს ამის სანაცვლოდ დიდ მადლს. ესეც ჯობია კიდევაც რომ იცოდეთ რომ იქ ზოგჯერ აღსარების რიგში დიდი ჩოჩქოლია, უნდათ რომ პირველი მივიდეს, კი ახლა თუ გეჩქარება ადამიანს რა თქმა უნდა მიხვიდე პირველი, მაგრამ ზოგი მოვა და ამბობს აი მე ჩემს წინ წამოვიდნენ ხალხი ჩემს და მე რა ჯობია მაგას კაცო, ღმერთი შემოხედავს ის წინ მორბის იმას უყურებს უფალ და იტყვის ვინ არის ეს კაცო, თუ არ ეჩქარება არაფერი და მორბის წინ გადაახტება ყველას და ის კიდევ ვინც იტყვის დიდება უფალს, უფალო ღმერთი იმას მიხედავს, ამიტომ პირიქით დაჩაგრულობა ჯობია რომ იცოდე. ასე რომ მე გამიგვის ახლა თემას რო აღარ გადაუხვიო, შენდობას ვითხოვ ძმანოდანო ყველასგან, ღმერთმა თქვენს გაპატიოს მოველივე და აბა თქვენიცით ახლა ღმერთმა გაპატიოს, ჩვენ შევთხოვოთ უფალს რომ შვიდობიან და კეთილად აგვატარებინოს მარხვის წინვალე ეს არაჩვეულებრივი მარხვის დღეები და შვიდობიანად კეთილად შეგვახვედროს მის დიდებულ უფლის დიდებულ წინვალე აღდგომის დღესასწაულს. აკურთხოთ და გაგლოცოთ. შეგახსენებთ ესე იგი რომ